რუსების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები აფხაზეთის ომში, რომლის შესახებ შეიძლება არ გსმენია. საავადმყოფოში მიიტანეს შუაზე ხერხით გადაჭრილი ქართველი გოგონას გვამი. წერილით, როგორც ამ გოგონას ხელს ვერ გააერთიანებთ, ისე ვერ გააერთიანებთ საქართველოს და აფხაზეთს. ბოევიკებმა მშობლებისა და სოფლის მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ გააუპატიურეს 12-16 წლის 25 გოგო. უმწეო ბავშვებზე ჯგუფური ძალადობა მთელი კვირა გრძელდებოდა. თვითმხილველების ჩვენებით გაგრაში ერთ დღეში დახვრიტეს 700 ადამიანი, რომელთა სხეულები ღორებს მიუგდეს საჯიჯკნად. დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე. დღე, როდესაც დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა. დღე, როდესაც დასრულდა ომი, რომელსაც ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. ომი, რომლის შედეგად დაიღუპა 10,000-ზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი იქცა დევნილად. აფხაზეთი საქართველოა. გახსოვდეს ვინ არის შენი მტერი. Убивать не жалко? Нет. Людей жалко, но их не жалко. Их это кого? Грузинов.